სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რეპრესიული კანონები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რეჟიმს დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა. ეს იყო საკითხები, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორებმა საქართველოში ვიზიტისას მხარეებთან განიხილეს. პასეს წარმომადგენლებთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მარიკა ბოლქვაძე შემოგვიერთდება ეთერში. მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მედია ორგანიზაციები და აგრეთვე პოლიტიკური პარტიების ლიდერები. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ბადრი ჯაფარიძესთან, შემდეგ ლევან ცუსქირიძესთან, ანა დოლიძესთან. მათი მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ რა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას ახლა ქართული პოლიტიკური ველი და როგორ ესახებათ მათ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ისაუბრეს აგრეთვე ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბადრი ჯაფარიძე თავად ესწრებოდა ახლა შეხვედრას. მანამდე პასეს წარმომადგენლები შეხვდნენ თინა ბოკუჩავას, გიორგი ბუტიკაშვილს. მათ ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება საერთოდ ცდილობს ახლა აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და ამით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს ქვეყანაში. დავადასტურებთ მათთან საუბარში, რომ ერთადერთი გზა ქვეყანაში ხელისუფლებისგან არის არჩევნები. ჩვენ ამ პოზიციაზე ვიდექით, ვართ და ვიქნებით მუდამ. და შესაბამისად, ამოცანაა, რომ პირიქით ნიჰილიზმი დავძლიოთ ჩვენს თანამოქალაქეებში არჩევნების მიმართ. ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საზოგადოების გამთლიანებას, უნდა ვიყოთ ამტანი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების. ვისაუბრეთ იმ ხედვაზე, რომელიც გვაქვს ჩვენ, როგორც ამ არსებული სიტუაციის შეფასების, ასევე მომავლის და ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი 10 პუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება დემოკრატიის გადარჩენა და ქვეყნის დაბრუნება განვითარების, ევროპის სამართლიანობის აღდგენის გზაზე და აი ამ საკითხებზე გავცვალეთ მოსაზრებები. რასაც ხელისუფლება აკეთებს, არის უკვე კარგად ცნობილი და დადგენილი. ის არის იმდენად სუსტი, რომ ვერ უშვებს ელემენტარულ შეჯიბრს პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ ქვეყანაში მეფობს მუშტის ძალა და არა კანონისა და სამართლის ძალა. ეს გასაგებია ჩვენი პარტნიორებისთვის და ფიქრი მიმდინარეობს იმაზე, როგორ შეიძლება, რა მეთოდებით შეიძლება ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელშეხვედრა აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ჩანიშნული. საინტერესოა, რა იქნება ქართული ოცნების წარმომადგენლების მთავარი სათქმელი ამ შეხვედრაზე იმ ფონზე, როცა ყოველდღიურად იღებენ ახალ რეპრესიულ კანონებს, აკავებენ ადამიანებს და ცდილობენ აკრძალონ ოპოზიციური პარტიები.